ახლა მივესალმებით ჩვენ შემდეგ სტუმარს, ვაგრძელებთ მაჟორიტარ კანდიდატებთან ინტერვიუს. სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი დოქტორიშვილი შემოგვიერთება ხა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონ გიორგი, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ გაქვთ საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გარემოს დაცვის კომისიაში ამ მიმართულებით და ამ ხაზს გავაგრძელებთ მომავალ საქმიანობაში, აი რამდენად აისახება ეს თქვენს გეგმებზე უშუალოდ მაჟორიტარობის რანგში. გარემოს დაცვას გულისხმობ რა. მოგესალმებით, კაპიტან თეა, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მადლობა ეთერში მოწვევისთვის. დიახ, ნამდვილად, მრავალწლიანი გამოცდილება მაძლევს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ გარემოს დაცვით მიმართულებით უამრავი მასშტაბური პროექტი განვახორციელოთ, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ დედაქალაქის მერის კახიკალაძის ინიციატივით და გადაწყვეტილებით სამგორის რაიონში მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით. სკვერების, პარკების, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ჩვენთანაც არის ესეთი მრავალი სკვერ პარკი მოწყობილი. ერთ-ერთი გახლავთ ზემო პლატოს ხევის პარკი, ეგრეთ წოდებული, რომელიც 2021 წლის მარტის თვეში დავიწყეთ. ამ პარკის მოწყობა 4 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის არის და ამ მისამართთან ამ ლოკაციის გარდა სხვა მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად იქნება რეკრეაციული სივრცეების და არეალების მოწყობა, როგორც ქალაქ თბილისის მერიის მიერ განხორციელდება, ასევე სამგორის რაიონის ბიუჯეტში იქნება დაგეგმილი და ასახული მომდევნო 4 წლის განმავლობაში. კი ბატონო, მხოლოდ განწვანება არ კმარა დამეთანხმებით ალბათ იმისთვის, რომ განვითარდეს რაიონი. აი რა კონკრეტული ინიციატივები გაქვთ თქვენ, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატს? დიახ, მოგეხსენებათ, რომ გამოწვევები მრავლად არის, სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურულ ნაწილს გამოყოფდი, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურას, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში არის მრავალი პროექტი განხორციელებული, თუმცა გამოწვევები მრავლად არის და ამ მიმართულებით იქნება მყისიერი და მაღალი ჩართულობა იმ სამგორის რაიონის გამგეობიდან, რომ მაქსიმალურად ის გამოწვევები, რომელიც დღეს არსებული არის და მოსახლეობასთან შეხვედრებით უფრო მკაფიოდ იკვეთება, მომდევნო წლის ბიუჯეტში ჩვენ აუცილებლად დავსახოთ და განვახორციელოთ ეს პროექტები, რომელიც ხალხის მიერ არის დაყენებული დღის წესრიგში. ეგრეთ წოდებული ხრუშოვკების ჩანაცვლების პროგრამა მუშაობს უკვე რამდენიმე წელია. აი რა აჩვენა ამ წლებმა და რა შეიძლება გაკეთდეს, რომ საბოლოოდ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული. აი თქვენი რაიონიდან გამომდინარე, ვთქვათ. დიახ, დიდი მადლობა, ძალიან კარგი კითხვაა. ამ მიმართულებით ბატონ კახიკალაძის ინიციატივით და გადაწყვეტილებით მართლაც ისტორიული პროექტი დავიწყეთ 2018 წელს, 2017 წელს იქნა ეს გაცხადებული და უკვე ასეულობით ოჯახს გადაეცა კეთილმოწყობილი, ახლად აშენებული მრავალბინიან საცხოვრებელში ბინები. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ვარკეთილის მესამე მასივისთვის, რადგან მოგეხსენებათ, ეგრეთ წოდებული ხრუშოვკები ჩვენთან არის მრავლად 60-იან წლებში აშენებული კორპუსები, რომლის ექსპლუატაციის ვადაც უკვე გასული არის, მრავალი წელია უკვე ეს პროექტი აქტიურად მიმდინარეობს, ეს პროცესი დაწყებული არის და მოსახლეობა ჩართულია მაქსიმალურად ამ პროცესში, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტები უფრო დროულად განხორციელდეს, უშუალოდ მე ვიქნები ამ პროცესებში ჩართული დედაქალაქის მერიასთან ერთად და მინდა რომ კახიკალაძეს პირადად მადლობა გადაუხადო ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის, რადგან ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობისთვის, თითქმის ყოველდღიურად შეხება გვაქვს ჩვენ და შეხვედრები მოსახლეობასთან. თითქმის ყველა უბანში, ყველა კვარტალში ეს პრობლემა დგას. ჩვენ გვაქვს უკვე მოლაპარაკება, ესე ვთქვათ, მოსახლეობასთან, მზაობა არის მოსახლეობის მხრიდან, რომ ამ ჩანაცვლების პროექტში მიიღონ მონაწილეობა, დაწყებული არის თბილისის მერიასთან აქტიურად მოლაპარაკებები, შეხვედრები და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს უფრო მასშტაბური და ეფექტური გახდეს. დედაქალაქის მერიასთან ერთად ვიმოქმედებთ მაქსიმალურად, რომ უფრო მეტი შედეგი მივიღოთ და უფრო მოკლე ვადაში მოგეხსენებათ, რომ ეს არის ერთ-ერთი მძიმე პრობლემა და გამოწვევა ვარკეთილის მესამე მასივში. კი ბატონო, აი ბოლოს დასასრულისკენ ჩვენ ინტერვიუს დასასრულისკენ ვარკეთილის მეტროზეც მინდა გკითხოთ აუცილებლად, რადგანაც მიმდინარეობსარეაბილიტაციო პროცესი, აი როგორ წარმოგიდგენთ, რა შეიძლება გაკეთდეს, როგორც შიგნით, ისე გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე.
დიახ, მოკლედ ეს პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რომ ჩატარდა უამრავი შიდა სამუშაოები, კვლევები, რის საფუძველზეც ამ წუთებშიც მიმდინარეობს ამ პროექტის განხორციელება. გარდა ამისა, რომ მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქის მერმა გააკეთა უკვე განცხადება ამის შესახებ, რომ ხდება მოდერნიზება მეტროსადგურების, ასევე დამატება ხდება რამოდენიმე ერთეულის მეტროს ვაგონების, რაც გზავრთან ნაკადის გადაადგილებას უფრო მეტად ეფექტურს გახდის, უფრო მეტ გზავრს მოემსახურება და ეს უფრო მეტად აისახება იმაზე, რომ მცირე დროში მოხდება უფრო მეტი ნაკადის ესე ვთქვათ ტრანსპორტირება. ამ მიმართულებითაც მოგეხსენებათ, რომ ტრანსპორტის მიმართულებით უამრავი პროექტი განხორციელდა. ერთ-ერთი არის შევეხები ასევე ავტობუსების ჩანაცვლებას, მიკროავტობუსების ჩანაცვლებას, ამორტიზირებული იყო წლების განმავლობაში, მოსახლეობამ კარგად იცის თუ რა მძიმე მდგომარეობა იყო და მძიმე გამოწვევა დედაქალაქში და ეს პრობლემა 100%-ით უკვე თითქმის გადაჭრილია უშუალოდ კახიკალაძის ინიციატივით და გადაწყვეტილებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში მსგავსი ტიპის საკითხებზე აღარ მოგვიწევს საუბარი, რადგან ეს პროცესები დაწყებულია და უმოკლეს დროში მაქსიმალურად იქნება ამოწურული. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. სანგორის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი დოხტურიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.